და ამასობაში სეზონი რა შუაშია და ნინი ტაბელიძე შემოგვიერთა. ყველა სეზონზე ნინი ჩვენთან ერთად. კი ბატონო, დილამშვიდობის ნინიკო. დილამშვიდობის, მოგესალმებით და მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. მოკლედ, ხვალიდან სწორკვებას ვიწყებ, ორშაბათ და სპორტ დარბაზში ჩავალ, სამსახურში წასაღებს საკობს, სახლში მომამწადებ. ეს ფრაზები იმდენჯერ გვითქვამს, რომ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება მათ გარეშე თითქმის წარმოუდგენელიც კია. თუმცა რეალურად ყველაფერი ხდება ხოლმე საპირისპიროდ, სახლში დაღლილი ვბრუნდებით და გეგმაც მეორე დღისთვის, შემდეგი კვირისთვის, ასულად იმ დროისთვის გადაგვაქვს ხოლმე, როდესაც ცოტა დრო გვექნება ამ ყველაფრისთვის. მოკლედ, ყველას გვიყვარს საუბარი ჯანსაღი ცხოვრების წესებთ, ხვდებით, რომ ის არის აუცილებელი, ვიცით რა არის საჭირო ამისთვის, მაგრამ საბოლოოდ საუბარი მხოლოდ საუბრად რჩება, დროის დეფიციტი, ძველი ჩვევები და სტრესი თავისას შვება. სწორედ აი ამ სურვილსა და ასე ვთქვათ, ქმედება შორის არსებული ამ უფსკულის შესამცირებლად ბოლო პერიოდში საკმაოდ პოპულარული გახდა ახალი ტენდენცია, რომელიც ტერმინით ბიოჰაკინგი არის ცნობილი და ასე მოიხსენიებენ. ეს ერთგვარი მცდელობაა, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესი უფრო მარტივად და საცავი გახდეს, ის გვაჩვენებს იმას, თუ როგორ შეიძლება პატარა ცვლილებებმა კვებაში, ჩვევებში, ძილსა თუ გონებრივ მუშაობაში ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინოს ჩვენს როგორც ფიზიკურ, ისე მენტალურ ჯანმრთელობაზე. ბიოჰაკინგში განვარტოთ ეს ტერმინი, ბიო არის ცხოვრება, ჰაკინგ, ნუ ვიცით ეს ცნობილი ტერმინიც არის, უფრო კონტროლს ცვლილებას გულისხმობს ამ შემთხვევაში. ანუ საკუთარი სხეულის უკეთ გააზრება და კონტროლი, ეს არის ბიოჰაკინგი. და ძალიან ასე ვთქვათ, ბევრ მეთოდს მოიცავს იმისთვის, რომ ადამიანის ასე ვთქვათ, სხეული გაუმჯობესდეს და ყველას რა თქმა უნდა ვერ შევეხებით, თუმცა მოდით გავამხვილოთ ყურადღება ძირითადზე და იქნებ რომელიმე მათგანი გახდა საინტერესო ჩვენი მაყურებლისთვის. დავიწყოთ ცვლილებები. მასში ცენტრალურ როლს თამაშობს კვების ბიოჰაკინგი. თუმცა სხვა მიდგომებისაგან განსხვავებით ის არ ფოკუსირდება რაღაც კონკრეტულზე და მოიცავს მუდმივ ცვლილებას. მისი მთავარი მიზანია მიგიყვანოს დასკვნამდე თუ კვების რომელი მეთოდია ეფექტური შენი სხეულისთვის. ამიტომ მუდმივად ხდება რაღაც თქვა რამდენიმე მეთოდით დატესტვა. აი მაგალითად ცდიან ისეთ მიდგომებს როგორიც არის ინტერვალური შიმშილი, ვიცით ხომ ეგრეთ წოდებული 16-8 მეთოდი, როცა 8 საათის განმავლობაში შეგვიძლია მივირთვათ საკვები და 16 საათი არის, როდესაც ხდება ასე თქვა წვეტა. არის ასევე კეტო დიეტა, რომელიც ნახშირწყლების შემცირებასა და ცხიმების და ცილოვანი კვების რეჟიმის გაზრდას გულისხმობს და არის პალეო დიეტა, რომელიც მხოლოდ ბუნებრივი და ორგანული საკვები პროდუქტების მირთმევას გულისხმობს. თუმცა კვების ბიოჰაკინგის დროს სისხლში გლუკოზის მონიტორინგიც ხდება, რათა დაინახონ თუ როგორ რეაგირებს მათი ორგანიზმი, ასე ვთქვათ, სხვადასხვა საკვების მიღების შემდეგ. შეიძლება რაღაც ნაწილი, ასე ვთქვათ, კვების შაქარი, მაგალითად ზოგზე ძალიან ცუდ ზეგავლენას ახდენდეს და ასე შემდეგ. აკვირდებიან იმას, თუ როდის უჩნდებათ ძლიერი შიმშილის შეგრძნება, როგორია მათი საჭმლის მონელების სისტემა, რომელი საკვების გადამუშავება ურთულდება ყველაზე მეტად ორგანიზმს, რომელი ვიტამინი აკლიათ და ასე შემდეგ. როგორც ბიოჰაკერები ამბობენ, ის ადამიანები რომლებიც ამ ყველაფერს მისდევენ, იმისთვის რომ გავიგოთ მუშაობს თუ არა ეს მიდგომა ჩვენზე, საკმარისი არის 2-დან 4 კვირის შუალედი. თუ ეს მიდგომა არ მუშაობს და იმ შედეგს არ გვაძლევს, რაც გვჭირდება, ჯობია რომ შევცვალოთ, იმიტომ რომ ის არ არის ჩვენს ორგანიზმზე მოორგებული. ნინი, როგორ მივხვდი ახლა მე არ მაქვს ეს ინსტრუმენტები. აი მაგალითად ხშირად არის ხოლმე რომ იწყებენ ჯანსაღყვებას, მოდი ვთქვათ, ერთ-ერთი გავრცელებული არის ხოლმე წონის კლება არის ხოლმე ძირითადად ასე შემდეგ. ან მაგალითად რავი ჯანმრთელობის კონკრეტული პრობლემა. ამ შემთხვევაში თუ არ არის მაგალითად კლება კილოგრამების მიხედვით, ან არ გძნობთ თავს შესაბამისად, როგორც გვინდა ასე ვთქვათ და რა მიზნითაც დავიწყეთ ეს ყველაფერი, ძალიან კარგი იქნება თუ შევცვლით. ანუ ფაქტობრივად მარტივ სიტყვებით რომ ვთქვათ, კვების ბიოჰაკინგის მიზანია საკუთარ თავზე ჩატარებული ექსპერიმენტით და ცვლილებებით ადამიანებმა ასე ვთქვათ, თავის სხეულზე მორგებული კვების რეჟიმი თავადვე შეიმუშავონ. აი არ არსებობს რომ აი მაგალითად კონკრეტულად ხო არის ხოლმე რომ აი ღამე არ მიირთვათ და ასე შემდეგ და ყველა ადამიანზე არ მუშაობს ეს ყველაფერი, ამიტომ ყველა ინდივიდუალურები ვართ და ამ შემთხვევაში უმჯობესია თუ კვებას მოვირგებთ საკუთარ სხეულზე და თავზე. არსებობს ასევე ძილის ბიოჰაკინგი, რომელიც არის ჩვევების სისტემა, რომელიც ტვინის ბიოქიმიას ისე ცვლის, რომ სხეულმა სწრაფად ჩაძინება და ხარისხიანი ძილი ბუნებრივად შეძლოს. აქაც რამდენიმე მიდგომის ტესტირება ხდება, მაგალითად ეს შეიძლება იყოს ძილის წინ ცხელი ხაპის მიღება, რომელიც ძილის ხარისხს აუმჯობესებს, ან 1 საათით ადრე ეკრანის გარეშე ყოფნა, რომელიც ასევე დადებითად აისახება. ძილის ბიოჰაკინგში ერთ-ერთ წამყვან როლს იკავებს საღამოს დამშვიდობელი ჩაის დალევა, კლასიკური მუსიკის მოსმენა ან წიგნის კითხვა შეგვიყოს თუნდაც რამდენიმე გვერდის საკითხვა. მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა სხეულის ბიოლოგიური საათის დარეგულირებასაც, ერთსა და იმავე დროს დაძინებასა და გაგუძებას, ასევე მზის სინათლეზე დღის განმავლობაში მინიმუმ 15-დან 20 წუთის გატარებას. საინტერესოა ასევე ისიც, რომ თურმე მძიმე საბანი ასევე უზრუნველყოფს მშვიდ ძილს. როგორც 2020 წელს ამერიკის სამედიცინო ჟურნალში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, ამ დროს სხეულზე ღრმა წევის
წნევის სტიმულაცია ხდება და იგივე შეგრძნებას ბადებს როგორც როდესაც გვეხუტებიან მაგალითად ან მიკეთებთ მასაჟს და ამცირებს ბუნებრივი ეს ყველაფერი სტრესის ჰორმონის კორტიზოლის გამომწვევს და სუბუქი უფრო ხარისხიანია თქო ხელს მეც ასე მეგონა და ეს კვლევა რომ ნახეთ ხოლმე შევცოთ სურპრიზი იყო ამ კუთხით და ხელს უგზავნის ეს ყველაფერი მოკლედ შეტყობინებას რომ ის არის უსაფრთხოც და შეუძლია რომ დაისვენოს მძიმე საბანი ამცირებს ღამე გაღვიძების შემთხვევების რაოდენობასაც თუ კომფორტულად ხართ რა თქმა უნდა შეგიძლიათ რომ მთელი ღამის განმავლობაში გამოიყენოთ თუმცა თუ ახლა გადაწყვეტთ ჩვენი მაყურებელი ამ ყველაფრის ტესტირებას თავიდან უმჯობესია დაიწყოთ 15-10 წუთით და შემდგომში უკვე რა თქმა უნდა გაზარდოთ ამ კუთხით შუალედი გადავიდეთ ასევე არსებობს გონებრივი და მენტალური ბიოჰაკინგიც ასევე სადაც შედის როგორც ტვინის მუშაობის ეფექტურობის გასაზრდელად გონებრივი საურჯიშოები, ასევე სტრესის შესამცირებელი ტექნიკები. ყველაზე მარტივი გონებრივი საურჯიშო ასე გამოიყურება. აი მაგალითად შეგიძლიათ დღის განმავლობაში წარმოვიდგინოთ ციფრები 2, 3, 4, 1 და უნდა ვეცადოთ რომ დროის მცირე მონაკვეთში დავალაგოთ ჯერ ზრდადობის, შემდეგ კლებადობის მიხედვით. ეს ერთი შეღავდით მარტივი სავარჯიშო, ასე ვთქვათ, თუ გავაკეთებთ ამას დღეში რაღაცა 5-10 წუთის განმავლობაში, საგრძნობლად გაზრდის ჩვენი მუშაობის, ასე ვთქვათ, ხარისხს. ასევე მსგავსი ტიპის სავარჯიშო გამოიყენება ნერვული სისტემის დასამშვიდებლადაც. მათი ჩამონათვალი საკმაოდ ბევრია, მაგრამ ერთ-ერთი თუ გინდათ ახლაც გავაკეთოთ, ეს გულისხმობს, ეს არის ალტერნატიული ცხვირის სუნთქვა, ასე უწოდებენ ამ ყველაფერს, როდესაც ხდება, ასე ვთქვათ, ერთი ნესტოს დაფარვა შესუნთქვა მეორე ნესტოთი, ხოლო როდესაც ამოვისუნთქავთ უკვე ასე ვთქვათ, თუ მარჯვენა ნესტოთი შევისუნთქავთ, თუ ამოვისუნთქავთ მარცხენათი და მერე შემდგომში შევანაცვლოთ და ეს ყველაფერი არეგულირებს, ასე ვთქვათ, როგორც სისხლის მიმოქცევის სისტემას, ასევე ძალიან დადებითად აისახება ზოგადად იმაზე, რომ ორგანიზმი იყოს უფრო, ასე ვთქვათ, მოდუნებულ მდგომარეობაში. არის ცივი ბიოჰაკინგიც, ეს არის ერთ-ერთი მიდგომა, მაგალითად, როდესაც აი ცივი შხაპის თერაპია არსებობს ასეთი, მიცით და გაგვიგია. აი ამ შემთხვევაში გულისხმობა, რომ 30-დან 90 წამის განმავლობაში, მაგრამ თუ ყინულიან წყალშიც რომ ხტებიან ხოლმე, მაგრამ თუ მაგალითად აი ასეთი რეაქცია მოგვს მეც და არ შეუძლია ადამიანს ეს ყველაფერი გაკეთოს, არის მეორე მიდგომა ამ შემთხვევაში, რომელიც გულისხმობს, რომ აი შევეცადოთ 1-დან 3 წუთის განმავლობაში, აი ცივი ამინდი, როდესაც იქნება, ოდნავ თხელი ტანსაცმლით გავიდეს ადამიანი და ზუსტად იგივე ეფექტს მოახდენს ეს ყველაფერი ორგანიზმზე, როგორც დილით შხაპის აივაზე ხო გავარდი მართლაც უცბად თუნდაც, აი 1-დან 3 წუთის განმავლობაში. აჩა. ესე შეგვიძლია დავიწყოთ მცირე ცვლილებებით მოკლედ. არსებობს ასევე ტექნოლოგიური ბიოჰაკინგი, გულისხმობს სხვადასხვა smart მოწყობილობებისა და აპარატის გამოყენებას იმისთვის, რომ აკონტროლონ სხეულის ასე ვთქვათ ტემპერატურა, რიტმი, ტვინისა ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით გამოიყენება ეს ყველაფერი და ასევე არის სხვადასხვა სახის ტექნოლოგიას იყენება ხოლმე ამ შემთხვევაში, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობის მუდმივ მონიტორინგში ეხმარება. აქვს რა თქმა უნდა რადიკალური მიმართულებაც ამ ყველაფერს. მაგალითად მიმართავენ ხოლმე ტვინის ელექტროსტიმულაციასაც სპეციალური აპარატების საშუალებით. არსებობს გარემოს ბიოჰაკინგიც, ეს არის უკვე სამუშაო თუ დასასვენებელი სივრცის მოწესრიგება მაქსიმალური პროდუქტიულობის გასაზრდელად. მაგალითად შეიძლება იყოს სწორი სინათლისა და ოთახის ტემპერატურის შერჩევა, ჰაერის ფილტრაცია, ხმაურის კონტროლი და ასე შემდეგ. არის გენეტიკური ბიოჰაკინგი, ეს ცოტა უფრო რთული საკითხი არის და აქ სიფრთხილეც მართებთ ადამიანებს, იმიტომ რომ ხდება ხოლმე ექსპერიმენტები და აქ ძირითადად არის ჩართული გენური ინჟინერია, ამიტომ გვირჩევენ ზოგადად სპეციალისტები, რომ მსგავს რაღაცებს თავი დავანებოთ. ფაქტობრივად ძალიან ბევრი მიმართულება აქვს და არის ასე ვთქვათ ბიოჰაკინგი ის ყველაფერი, რაც ეხება ჯანსაღი ცხოვრების წესს და მთავარი მიზანი არის ის, რომ იპოვოს შენს ხელზე მორგებული მეთოდი რა არის ეფექტური, რა მუშაობს და ასე შემდეგ. რადგან ჯანსაღი ცხოვრების წესებს საუბრობთ, აქვე გაგიზიარებთ ეგრეთ წოდებული ფერადი თებშის კონცეფციასაც. ეს გულისხმობს იმას, რომ კერძებში ან ყოველდღიურ რაციონში უნდა ვიცოდოთ წარმოდგენილი იყოს სხვადასხვა ფერის ბოსტნეული და ხილი. უმჯობესია თუ მინიმუმ 5 ფერის სპექტრი მაინც გვექნება. შეგიძლიათ ეს ერთ თებშზე მოათავსოთ ან დღის განმავლობაში მიირთვათ და ეს 5 ფერიც უთხრათ ჩვენს მაყურებელს. ეს არის მწვანე, შეიძლება იყოს ბროკოლი, კივი, ისპანახი, წითელი, ეს არის პომიდორი, ბულგარული წიწაკა, მაგალითად ვაშლი, მარწყვი, ყვითელში სიმინდი, გოგრა, მანგო. ის ფერს რაც შეეხება, შეგიძლიათ მოცვი მიირთვათ ქლიავი და თეთრში არის ყვავილოვანი კომპოსტო, სოკო და ღია ფერის მსხალი. აქვე რადგან ვსაუბრობთ ჯანსაღი ცხოვრების წესზე, რა თქმა უნდა, მოვედით დღესაც გამოცნობებით, რომელიც მიყვარს ეს გამოცნობანი. გადავიდეთ ახლა ამ შემთხვევაში და გავიგოთ, რამდენად კარგად ვერკვევით და ვარჩევთ მითებს. აინებე. მოკლედ დავიწყოთ და დავსვათ ამ შემთხვევაში პირველი შეკითხვა. მითია თუ რეალობა, როდესაც ამბობენ, რომ ღამე ჭამა ასუქებს. რეალობა ასე უფრო მეტად იმატებს წონაში თუ მითია? მთავარია კალორიების რაოდენობა და არა საკვების მიღების დრო. როგორ ფიქრობთ?
B. B. თიკა. გააჩნია ისთვის რომ ჩემთვის რეალურია და ვიღაცისთვის შეიძლება მითი იყოს. ჩემს როგორც ამბობენ, სწორი ამ შემთხვევაში. მე მგონია რომ მითი არის, იმიტომ რომ თავი არის კალორიების რაოდენობას არ გადავაჭარბოთ და რომელ მონაკვეთში, ასე ვთქვათ, მიურთმევს აკვეთ, არ აქვს მნიშვნელობა. ოღონდ გულწრფელად გეტყვი, TikTok-ზე წავაწყდი ამას და იმიტომ მითია თუ რეალობა? თავი შეიკავა. მეორე შეკითხვა, მითია თუ რეალობა, რომ ალკოჰოლი ანელებს კლების პროცესს? რეალობაა ეს. რეალობაა, სწორია, კარგად მივდივართ. შემდეგზე გადავიდეთ. ხილის დღის მეორე ნახევარში ჭამა არ შეიძლება. მითია ეს ყველაფერი თუ რეალობა? იცი, თვითონ ნუტრიციოლოგებიც არეულები არიან, ნაწილი ამბობს, რომ არ შეიძლება, ნაწილი ამბობს, რომ შეიძლება. და ხსა ბოლოპერიოდში ჭარბობს უფრო არის მითია, იმიტომ რომ შეგვიძლია რომ მივიღოთო, შეიცვალა ამ კუთხითაც მიდგომა. კაია რომ გაგვანათლენ. მე მგონია რომ გააჩნია ფრუქტოზის რა შემადგენლობა კონკრეტულ ხილში და იმის მიხედვით. ხო. კარგით, მეოთხე შეკითხვა დავსვათ. შეიძლება თუ არა უკალორიო გაზიანი სასმელების მიღება დიეტის დროს? შეიძლება? უკალორიო. ეგრეთ წოდებული ზერო გაზიანი მე მგონია რომ მაინც არა. შეიძლება, მაგრამ არ მე შეიძლება არის სწორი პასუხი. უბრალოდ აქაც უნდა გავითვალისწინოთ, რომ რადგან შეიძლება არ ნიშნავს, რომ ძალიან დიდი რაოდენობით უნდა მივიღოთ. მითია თუ რეალობა? ვარჯიშის გარეშე ვერ გახდები. გახდები, მაგრამ ვარჯიში დაჭობია, კუცხვანაა შეიკრები, აბარა. ფორმას სხვა ფორმები გვექნება. მოცვის მიღება ტკბილეულის მოთხოვნილებას აქრობს. მითია თუ რეალობა? მე მგონი აშიებს. უბრალოდ რეალობა არის სხვათა შორის, როგორც ამბობენ ამ კუთხით. არც მე არ ვიცოდი, ამიტომ ძალიან კარგია, ვისაც ტკბილი უყვარს და დიდი რაოდენობით მიირთვევს. მითია თუ რეალობა? ჯანსაღი ყვება არ ასუქებს. რანაირად გითხრა, მითია თქო, ალბათ მითი იქნება, მაგრამ რეალობა მგონია. რეალობა. სხვათა შორის ეს არის მითი, იმიტომ რომ ჯანსაღ საკვებსაც თუ მივიღებთ დიდი რაოდენობით და გადავაჭარბებთ, ამ ყველაფერს მაშინ შესაბამისად ამითაც მოვიმატებთ კილოგრამებს. საჩოს კითხვა. აბა? ეს სპეციალურად აჩიკოსთვის შევადგინეთ. ბანანის უზმოზე მიღება არ შეიძლება, მითია თუ რეალობა? ვიცი რომ არ შეიძლება უზმოზე, მაგრამ მე მაინც მივირთ. მე მინდა გითხრა რომ ბოლო პერიოდში გავრცელდა როგორც მოვიძიე თემაზე მუშაობისას რომ არის მითი ამ შემთხვევაში და დაუჭირეს მხარი ასე რომ აქტიურად გავაგრძელოთ ეს კრიტიკა რაღაცები. მე განოყვებით ხალხო რა ვქნა. იმიტომ რომ იქ იმას ინსულინს ზრდის, იმაშვება, ამაშვება იძახიან რა შეიცვალა ბოლოს რაც ნახე, ახლა ბოლო ინფორმაცია ეს. გავაგრძელ ვიცი. მოკლედ მითია თუ რეალობა? თაფლი არასუქებს, შაქარს ჯობია. შრად იყენებ. თაფლი ასუქებს. ანუ მითი არის ეს ყველაფერი, ხო? და დავსვათ ასევე მეათე შეკითხვაც. ცივ ამინდებში მადა იმატებს. მითია თუ რეალობა თქვენი აზრით? ახლა კი დაიწყო. რეალობას ხელს ჭირდება ის არა. სხვათა შორის რეალობა არის, რომ ანუ ეს ტემპერატურის დროს, როდესაც არის ცივი ამინდები, ზამთარი და ასე შემდეგ, უფრო მეტად გვიჩნდება, ასე ვთქვათ, საკვების მიღების მოთხოვნილება. ნახე რა გაცნობიერებული ვარ. ანუ ნორჩა ხო კითხვა არის? ეს 10 კარგად წავედით. კარგად წავედით, მაგრამ აქ იყო ესეთი დიდი გზაჯვარედინი, იმიტომ რომ ერთია რა შენ როგორ გამოცადე, მეორეა რაც შეიძლება უფრო იყოს მიზანშეწონილი და რეკომენდირებული და აქ ცოტა წავაგეთ. ფაქტია, რომ ხშირ შემთხვევაში ისრისით ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გვჯერო და ბოლო პერიოდში საერთოდ დამსხვრეული არის. უნდა ყოველდღიურად ბანანის ჭამაზე ვიცი ეს შეკითხვა. მოусმინეთ, ხეულს მორჩა. ჩემს გადასარევად იღებდა ამ ბანანს. მეტი ვერ საუბრობ დილისებს. რა ვქნა? ვერ ხვდები რა ვქნა. ნინი ძალიან საინტერესო იყო, მადლობა. ძალიან დიდი მადლობა.